დაუბრუნდით ეთერში თემით, რომელზეც პრინციპში უკვე გვისაუბრია და ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა ალბათ იცის, საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელაა ჩვენი მთავარი თემა, თუმცა როცა თქვენი წინა ვიზიტისას ვსაუბრობდით, მაშინ ჯერ არჩევდით კონკურსანტებს და დღეს უკვე ვიცით ვინ არის გრან-პრის მფლობელი სხვადასხვა ნომინაციაში. თემასთან დაკავშირებით ჩვენთან სტუდიაში არიან პროფესორი ზვიად დოლიძე, სერგეი გალავეცკი, კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი, ირაკლი ჯავშვილი, ფესტივალის დირექტორი და გიორგი ჩაკვეტაძე, გრან-პრის მფლობელი და სწორედ გიორგისთვის მილოცვით უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი გილოცა. საკმაოდ ძიმე აღმოჩნდა ფანტაზია პეპელა, ხო? როგორი კმაყოფილები ხართ დავიწყოთ ამით? გაამართლა რიგით მე-6 იყო ეს ფესტივალი. რიგით მე-6 იყო. დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმ თანადგომისთვის, რასაც ყოველთვის იჩენს GDS-ის ტელეკომპანია ჩვენი პროექტის მიმართ და განსაკუთრებით თქვენი გადაცემა. რატომ რომ თუ წინა ვიზიტზე გახსოვთ ალბათ ბატონი დავით ევგენიძე მოვიწვიეთ ჩვენს პროექტში და დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა და მართლაც შედგა ეს არაჩვეულებრივი შეხვედრა. დათო იყო ჩვენთან ვორქშოპი ჩაუტარა ბავშვებს არაჩვეულებრივი მუსიკა კინოში და იქვე გაახმოვანა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა და დიდი ემოცია ალბათ გიორგის და კონკურსის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნებოდა ეს მასტერ-კლასი. დიდი სიურპრიზი იყო დათოსგან და ეს დიდი საჩუქარი იყო ჩვენთვისაც. თუმცა ფესტივალისთვის ვორქშოპები არ არის უცხო. რა თქმა უნდა. ზოგადად ჩვენი პროექტი არის საგანმანათლებლო პროექტი და ემსახურება ბავშვების განვითარებას კინოხელოვნების კუთხით. მაგრამ მინდა გითხრათ რომ წელს ჩვენი პროექტი იყო ჩართული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამაში Check in Georgia და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია რომ ამ პროგრამაში ჩვენი ფესტივალიც მოხდა და ეს საპასუხისმგებლოც იყო ერთგვარად და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს და კულტურის სამინისტროს ყველა იმ წარმომადგენლებს რომლებიც ხარში დაგვიდგნენ და დღემდე ეს ურთიერთობა გრძელდება. დიდი მადლობა მერიას, დიდი მადლობა ეროვნულ კინოცენტრს და ყველა იმ ადამიანს ვინც საჩუქრები გამოყო ბავშვებისთვის, ვინც მორალურად და მატერიალურად დაგვეხმარა. სულ წელს რამდენი ნომინაცია იყო და რამდენი ნომინაციაში მიიღეს ბავშვებმა მონაწილეობა და ასევე საინტერესო უკვე შეფასება თვითონ ნამუშევრების. წელს იყო 9 ნომინაცია. აქედან იყო ცალ-ცალკე ანიმაცია და დოკუმენტური ფილმის ნომინაცია და შემდეგ უკვე გქონდა ეგ ჩამონათვალს გეტყვით ეს იყო ოპერატორი, სცენარი, მსახიობი გოგონა, მსახიობი ბიჭი, მონტაჟი, იდეა და რეჟისურა. ამ ნომინაციებიდან 2 ფილმი გახდა გამარჯვებული უცხოეთიდან, ანუ ერთი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ძალიან კარგი ახალგაზრდა შეგვეხმიანა ნიკოლას ჯუღელი სხვათა შორის ქართული წარმოშობის ახალგაზრდა რომელიც იქ დაიბადა და ძალიან საინტერესო კინო ენით გვესაუბრებოდა შეიძლება ასე ითქვას და ეს რომელ ნომინაციაში საუკეთესო ოპერატორი და ასევე უცხოეთში გაფრინდა პეპელა ეს იყო ერთ-ერთი პეპელა ანიმაციის ნომინაციაში მოლდოვის ანიმაციური ფილმისათვის მესაზღვრეს ქალიშვილი მართლაც ორიგინალურად იყო ეს ყველაფერი გადაწყვეტილი. ბატონო ზვიად, თქვენ რომ გთხოვთ ნამუშევრების შეფასება ლოგიკური და სიმბოლური იქნება, ბუნებრივია. როგორი ხედვა აქვთ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ამ ფესტივალის სწორედ ახალგაზრდა ნიჭიერი წარმომადგენლების და სახელების აღმოჩენა, ხო? და ძალიან კარგად ამართლებს რაც მთავარია ამ მთავარ მიზანს. როგორი ნამუშევრები გქონდათ, რა თემები აინტერესებთ? თუ არის ერთი თემა, რომელიც თქვა ძალიან ბევრ ნამუშევარში იგრძნობა და ასე შემდეგ. არა, ასე არ არის. ძირითადად ესე იგი ამ ფესტივალში მონაწილეობენ სასკოლო ასაკის ბავშვები. თემები არის მრავალფეროვანი, სახეობა არის მრავალფეროვანი, ესე იგი მხატვრული ფილმი, ანიმაცია, დოკუმენტური ფილმი. ძირითადად ეს არის ფილმები, რომლებსაც იღებენ ბავშვები ბავშვებს. ახლა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებთან და იქ არსებობს ესეთი დაყოფები, აი მაგალითად ახლა გავაგზავნეთ ფილმები ბარსელონას საბავშვო ფილმების ფესტივალზე და იქ მოითხოვეს რომ მარტო ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები ბავშვებს. ანუ რაღაცა კონკრეტული აი მაგალითად სხვა კინოფესტივალი ითხოვს უფროსების მიერ გადაღებულ ფილმებს ბავშვებზე. გამიგეთ და ჩვენ ფესტივალს აქვს ეს ერთგვარი ბჭყალებში რო თქვა შეზღუდვა იმ ხრივ რომ ჩვენ გვაინტერესებს თვითონ ბავშვები როგორ ფიქრობენ, აზროვნებენ, როგორ იღებენ ისინი ფილმებს. ამიტომაც ფესტივალს თავიდანვე ჰქონდა ეს ჩადებული რომ ფილმები რომლებიც აქ არიან და იქნებიან წარმოდგენილები ეს ფილმები უნდა იყოს მაქსიმუმ 7 წუთი, მეტი არა.
ფილმების შემქმნელი კოლექტივები უნდა იყვნენ ბავშვები. ну ახლა რასაკვირველია უფროსებით გარკვეულწილად ეხმარებიან და მათი თემატიკა არის განუსაზღვრელი. ოღონდ უმეტესობა ამ ფილმების არის სწორედ ის, რომ ბავშვების მიერ დანახული სამყარო და ისინი როგორ აღიქვამენ ამას. და უკვე მე-6 წელია და მაინტერესებს თქვათ წინა ფესტივალის მონაწილეებმა თუ აირჩიეს პროფესია რეჟისორი, სცენარისტი და თუ აყვნენ ამ საქმეს თუ კი, აგერ ირაკლი მოგახსენე. ნამდვილად ერთი გოგონა ნინო სიჭინაო, რომელიც ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულია და თვითონ დაწერა მუსიკა თავისი ფილმის საუნდტრეკი, ასე ვთქვათ, ძალიან ნიჭიერი გოგონა. დღეს სწავლობს ვარშავაში კინოხელოვნების უნივერსიტეტში. ხო. გარდა ამისა, პეტრე თომაძე ანიმაციის კუთხით არის ჩვენი გამარჯვებული არაერთგზის და დღეს არის თეატრალური კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი და არა მარტო სტუდენტი, ის მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებში, როგორც მენტორი, ტრენერი და ზოგჯერ ფესტივალის ჟიურის წევრიც კი. აი ამ ხელა უკვე რანგის სპეციალისტია, ჯერ კიდე სტუდენტი. ძალიან ნიჭიერი ყმაწვილი. და წლევანდელ გამარჯვებულზე მე ვიცი სამედიცინოში გავიგე ახლა აბარებს. აბიტურიენტია გიორგი შარშან მიიღო მონაწილეობა აბაშაში, როდესაც ჩატარდა პირველად საქართველოში საზაფხულო საბავშვო კინოსკოლა. აი ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო ორკვირიანი კინოსკოლა, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ბავშვებმა მოიფიქრეს, მოამზადეს, გადაიღეს პატარ-პატარა ფილმები და ის ფილმი, რომლის რეჟისორიც გიორგი არის, ამ ფილმის იდეის ავტორიც გიორგი არის. და სცენარი ვის ეკუთვნის? სცენარი მისმა მეგობარმა დაწერა, მეგი მიდინეიშვილმა. უბრალოდ იდეის ავტორი გიორგი იყო, შემდეგ ეს სცენარი ერთგვარად გაშალაშინდა, გაკეთდა, დამუშავდა, ახლა იქ ვიყავით ჩვენ ჩასულები რამდენიმე ადამიანი და ამ საქმეს უძღვებოდით და მაინტერესებს იდეის შესახებ მოგვიყვეს არის აბიტურიენტი. ჩვენ მოგცე დავალება ანუ თითოეულ ბავშვს უნდა მოგვეფიქრებინა რამე იდეა. ну შეიძლება ეს მე გადაგვიღოთ თუ არჩევით იყო რომელი იდეა გაიმარჯვებდა. და სულაც არ მიფიქრე რაღაცა ჩვენ გავიმარჯვებდით ან და რამე და ეს უბრალოდ რაღაც საღამოს დავჯექით და დავწერე ჩემთვის. და რომ მივიტანეთ მე მეორე დღეს წავიკითხეთ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამან. ну მე რაღაცები ცვლილებები იყო შიგნით სცენარში ის ვერაცდები. ბოლომდე მოვედით აი ეს. და რომ მოგვიყვება იდეაზე. იდეა მაინტერესებს. ну იდეა არის ესეთი რომ ბავშვი აგროვებს ბოთლებს, რომელთაც ღარიბია. და ამ ბავშვს უყვარს ძალიან და უნდა თავისი ველოსიპედი, ეს ველოსიპედი ღირს ძვირი. და შემდეგ ნახავს რომ აქვს საკმარისი 130 ლარი. ეს ველოსიპედი ღირს 260 ლარი და შემდეგ ერთ დღეს ამ ველოსიპედზე მოხდა ფასდაკლება. და გახდა 130 ლარი. ეს ბავშვი გაიქცევა სახლში, წამოიღოს ფულს და როცა მივა მაღაზიაში ეს ველოსიპედი აღარ ხვდება. გაყიდულია. ეს ბავშვი მიდის სახლში მოწყენილი რა თქმა უნდა. და როცა ნახავს უკვე თავის კარაქტერს როცა მივა, ნახავს რომ მამა მოდის მანქანიდან და ჩამოდგავს ველოსიპედს. და მე გაიქცევა და ჩაეხვდა ანუ მამამისმა უყიდა ეს ველოსიპედი, ეს მამამისი საზღვარგარეთ იყო წასული ეგეთი იდეა. რაღაც იმას გავს ქართული ზღაპარი როა ორი ძმის სტომრების შეხვედრაზე, ერთს რო ერთი მარინდან მეორეში მიაქვს. ხო, მოულოდნელობის ეფექტი. ჰეპი ენდი. მე ძალიან მომწონს 2014-ის ფილმია თუ არ ვცდები თქვენს ფესტივალში. არ ვიცი, გაიმარჯვეთ თუ არა ჯამბაზი. დიახ, ერთ-ერთი გამარჯვებულია ნომინაციაში საუკეთესო ოპერატორი. ირაკლი დონაძე არის ამ ფილმის ავტორი და ირაკლის აი როგორ დამავიწყდა უნდა აღმოჩნდა რომ წელს გახდა თეატრალური უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ანუ რეალურად მე როგორც ხვდები უმეტეს შემთხვევაში ეს ფესტივალი განსაზღვრავს ხოლმე შემდეგ აბიტურიენტებს და ახალგაზრდების ცხოვრების გზას და პროფესიის არჩევას. რაც თავი აყვარებს უბრალოდ კინოს. ხოლო ახლა რო ვკითხოთ თუ შეიძლება ჩვენი ჯიურის მონაწილეს რა აზრისა ნამუშევრებზე? რამდენად რთული იყო? Твои впечатления о фестивале? Რამდენად რთული იყო არჩევანის გაკეთება ესეც? Как сложно было сделать выбор во время голосования? Ну, у меня два впечатления, потому что просмотры я сделал по интернету до того, как прибыл в Грузию. Вот.
ესე იგი ინტერნეტის საშუალებით ნახა ეს ფილმები, ხა ჩვენ ფესტივალს აქვს ესეთი ტრადიცია, რომ ჩვენ ჟიურის წევრებს წინასწარ ვუგზავნით ამ ფილმებს ინტერნეტით, ერთადერთი გრან-პრის გარდა. Гран-прис арчева უკვე ხდება უშუალოდ თბილისში. И что интересно, впечатления всех экспертов совпали, в общем-то, когда я смотрел оценки, хотя мы не были знакомы. ხო, და ყველა სხვა ჟიურის წევრების, ანუ ექსპერტების შტაბ-ეჭდილებები დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, მე როცა თბილისში ჩამოვიდნენ, გაიცნეს ერთმანეთს, სხვა შორის ჟიურიში იყო ორი ქართველი და ორი უცხოელი. Я впервые вот принимаю участие как член жюри в детском фестивале. Я отсматривал детскую программу, и первое, что я ощутил, что я сильно отстал от жизни. О, ну, ეს სხვათა შორის მან წერილშიდაც კი მომწერა რა, რომ ამ ფილმების ნახვის მერეო დავწუნდიო, რომ როგორ ჩამოურჩი თურმე ცხოვრებასო და აი ახლა იგივე იმეორებ. Второе мое впечатление, что я очень быстро забыл, что это детские фильмы. О, ну, малеве დავივიწყე, რომ ეს არის საბავშვო ფილმი. Вот, ну и, конечно, фильмы произвели сильное впечатление, и вот, на мой взгляд, грузинские наиболее сильные. Განსაკუთრებით ქართული ფილმები იყო უფრო შტამბეჭდავიო. И почему? Я думаю, потому что в грузинских фильмах я узнал то грузинское кино, которое любил я, мое поколение. Своим ქართულ ფილმებშიო მე აღმოვაჩინეო და მივხვდიო, რომ ეს არის ის кино, რომელიც მე მიყვარსო, ჩემ თაობას უყვარსო. То есть, глядя это кино как детское, я как будто бы к корням прильнул, откуда выходят и взрослые грузинские. О, როდესაც მე ამ ფილმებს უყურებდიო, რასაკვირველია, მე დავინახე სწორედ ის ფესვებიო, საიდანაც მოდისო ეს ჩვენი ქართული кино. А приехав в Тбилиси, я впервые в Грузии, я сразу же обнаружил, в чем секрет мировой славы и успеха грузинского кино. ხო, ეს სხვათა შორის ედგარ ლაიტმოტივად იმეორებს ამას, რომ როდესაც ჩამოვიდა თბილისში, მან აღმოაჩინა თავისთვის თუ რაში მდგომარეობს ქართული კინოს მსოფლიო აღიარების საიდუმლო. В Грузию, когда не посмотришь, все артистично, красиво и живописно. Только включай камеру, и это уже кино. О, საქართველოს სადაც კი გაიხედავ, ყველაფერი არის სახეობური, ეს არის ძალიან კარგი და ნუ თავარია რომ ჩართო კინოკამერა და უკვე კინო არის, ამიტომაც ადრეც მეუბნებოდა რომ არ არის საჭირო კინოთორემ სახეობებთან იმუშაო, რაღაც დეკორაციები გააზო, გადი ქუჩაში და გადაუღე ხალხს და ეგ არის ქართული კინო. То есть в Грузии кино, жизнь и пиросмани неразделимы. Вот, საქართველოში კინო, ცხოვრება და პიროსმანი განუყოფელია. და ცოტა აბსურდის ჟანრში გადადის, ხშირად ეს კამერა რო დატოვე ჩართული საქართველოს иногда переходит в абсурдный жанр, если оставить камеру. Ну, абсурдный жанр, вопрос дозы. ხო, ну ეს დოზის საკითხი არის, ხო, გააჩნია. ნომინაციების გამოცხადება იყო ძალიან ორიგინალური ფორმით. დაუბრუნდეთ დაჯილდოების ცერემონიალს, მოდით მოგვიყევით ამის შესახებ. ნუ, ყველაზე მთავარი ალბათ არის ბოლო აკორდი როგორი იქნება და ეს ზეიმი როგორი შეიქმნება, ანუ გადაცემის ჯილდოების გადაცემა როგორ მოხდება, რა ფორმით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად პატარა ოსკარის როგორ მოხდა ახლა ეს ელემენტები შემოვიტანოთ. აი ახლა თქვენ კაცში ხედავთ როგორ მოხდა ვარსკვლავი ოსკაროსთან ვარსკვლავი ქართველები ვართ, კაცო და ჩავაწყოთ. ნაცნობი გამონახეთ კავშირები, ჩვენ გვაქვს ჩვენი კავშირები. რა მაგარია ბრიტანეთში და ჩვენი მეგობრების დახმარებით კოლინ ფერტმა და გამოაცხადა გამარჯვებული ნათია თხოვნდება ასეთი ფილმი გახდა ამ ნომინაციის სცენარის ნომინაციაში გამარჯვებული გამოაცხადა კოლინ ფერტმა ლონდონიდან. ჩვენი იყო დონალდ სპილბერგმა ალბათ. სპილბერგმა არა, უბრალოდ ბავშვები გამოვიდნენ ირაკლი იქვე იდგა და ბავშვები
გამოხანდნენ, ცახცახებდნენ, მართლა კანკალებდნენ, იმიტომ რომ იცნეს ეს კოლინ ფერტი. ხო, ნუ წარმოუდგენელია, მე მქონდა ესეთი რეაქცია. ახლა ვერ გაიგეს კაცო რა ხდება. საქართველოს მასშტაბებისთვის ეს იყო დიდი სიურპრიზი ალბათ. ეს მაიკლ ჰოფმანი გახლავთ, ეს ცნობილი კინორეჟისორი. ამერიკელი კინორეჟისორი ჩამოსული, ხო? ჩამოსული და ესწრებოდა ჩვენ ფესტივალს. კი, მან გამოაცხადა ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა. და კიდევ ყავდა დომენიკ ვესტი, რომელმაც გამოაცხადა ნომინაცია მსახიობი ბიჭი. მსახიობი ბიჭი და მსახიობი გოგო გამარჯვებულებით თქვათ, ვინ იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მსახიობი ბიჭი გახლავთ ამ ველოსიპედის თავარი გმირი, ამ გრან-პრის ფლობელი ანუ ამ ფილმის ფილმისთვის თავარი. ძალიან წარმატებული გმირი, კი ბატონო, ეს არის გიგი ქორჩილავა, აბაშელი პატარა ბიჭუნა, ძალიან კარგი ბიჭი. სხვათა შორის ამერიკელმა გამოაცხადა ჯიჯი ქორჩილავაო, იმიტომ რომ ჯიჯი გამოაცხადა, იმიტომ რომ გიგი ჩვენ რო დავწერეთ ქართულად, ახლა იმან ჯიჯი გამოაცხადა. არა უშავს. გოგონა ანასტასია ცკვიტინიძე, რომელიც გახლავთ აი ამ ევროპული სკოლის მოსწავლე. ავთანდი ცკვიტინიძის ქალიშვილი. ავთანდი ცკვიტინიძის გოგონა, რომელიც ერთ-ერთ ფილმში თამაშობს. ფილმშია ვირუსები და ვირუს. აი ეს გახლავთ ის გრაფიკული ნამუშევრები. ეს გახლავთ ის ეპიზოდი, როდესაც აი ეს პატარა ბიჭმა რო გაირგვინა, ის არის გიგი. ხო, აი ახლა გამოაცხადებს აი ეს ვესტი. ეს არის დომენიკ ვესტი. გიჟი. გიჟი გოდა ეს არის გიგი ქორჩილავა, რომელიც მიდის ამაყად აი ეს ბიჭუნა. გიორგი, შენ შეარჩია გიგი. როგორ მივხვდი რომ მას უნდა ჩვენ ეთამაშო. ჯგუფში იყო ის თავიდანვე და რაღაც სხვა გვეძებნა, იქ იყო თავისად. და საყვარელი იყო ძალიან. მე მეგონა რომ აჭაში შევნიშნე და ეს უნდა და ეს იყოს ის იყო ვიფიქრე. არა. ერთ სკოლაში სწავლობდნენ, გიორგი უბრალოდ მაშინ იყო მე-11 კლასში და გიგი იყო მე-6-ში თუ მე-7-ში, ხო? ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი იყო იმ ჯგუფის, აბაშელი ბავშვების იმ ჯგუფის, ვინც იქ დაგვხვდა და რაღაც ძალიან კოლორიტული ბავშვი იყო და არის კიდეც რა. კიდე რა რეგიონები იყო ჩართული? არა, ჩვენ ეს აბაშის კინოსკოლა გავაკეთეთ მარტო აბაშაში. ასევე არსებობს მონაწილეებს გულისხმობ. მონაწილე არა, მარტო აბაშის ბავშვები იყვნენ, ასევე არსებობს მონაწილეები ფესტივალის. ფესტივალზე? ფესტივალზე იყვნენ ჭიათურიდან, იყვნენ კახეთიდან, ქართლიდან, იყვნენ საზღვრის ეგრეთ წოდებული ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე რეგიონიდან, კონკრეტულად ერგნეთის სოფელ ერგნეთიდან იყვნენ ბავშვები ჩამოსული. და თემატიკაც ხო არ იყო რაღაც აი ეს ომის და ერთ-ერთი ფილმი ეგეთი. ეხებოდა ამ პრობლემას. რეალურად მართლა რეალობა აისახება ამ ბავშვების ნამუშევრებში და ხო, რასაც ისინი განიცდიან, რასაც ისინი ყოველდღე უყურებენ, საუბრობენ, აი ეს აჩვენეს. ასევე საინტერესო იყო უცხოელების ფილმები. ახლა მე მინდა სიამაყით. ხო და ამაშია საქმე. მე მინდა რომ სიამაყით განვაცხადო, წელს უკვე ფესტივალში მონაწილეობდა მთლიანად 10 ქვეყანა. ეს იყო ქვეყნები არა მარტო ევროპული და არა მარტო მაგალითად პოსტსაბჭოთა სივრცის, არამედ ბანგლადეშმა მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე ფილმი ბანგლადეშმაც გამოგვიგზავნა. ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ესპანეთი, ბელგია და ბულგარეთი და საქართველო. ხო, წარმოიდგინეთ, ნუ ესე იგი ეს ფესტივალი, როდესაც თავიდან დაიწყო ეს ოქროს პეპელა, მაშინ აი ნელ-ნელა რამდენიმე ქვეყანა, აი წინა ფესტივალზე მაგალითად მახსოვს რომ 6 თუ 7 ქვეყანა. აი ახლა ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად იზრდება ამ ფესტივალის გეოგრაფია. ამასთანავე ეს კინოფესტივალი არის ევროპული საბავშვო კინო ფესტივალების ასოციაციის წევრი და მათ საიტზე განთავსებული არის ამ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია და აი ესე გვიგზავნიან ზოგი იქიდან. ის ამერიკელი ნახევრად ქართველი ბიჭუნა ჩვენთვის სულად უცნობი იყო, რომ გამოაგზავნა წერილი, რომ აი ესეო მე ჩემშიო ქართული სისხლი ჩქებსო და თუ შეიძლებაო მიიღო მონაწილეობაო და ჩვენ, როდესაც დაჯილდოების ცერემონიალი გქონდა, ამ ბიჭუნას სკაიპით ვესაუბრებოდით და ვაჩვენეთ, რომ აი შენ
გაიმარჯვე ამ ნომინაციაში და აგერ შვილო შენი პეპელა, აგერ შენი დიპლომი და ამის გაგზავნა კიდე ჯდება. მაგრამ წითელ ხალიჩაზე ვერ გაიარა, ანუ ყველა ფესტივალზე ზოგადად ნომინაციების და ფილმების შემდეგ ყველას ყველაზე მეტად წითელი ხალიჩა აინტერესებს, ხო და მოუთმელად ელიან ხოლმე და ბავშვების განწყობა როგორი იყო. წითელი ხალიჩა გქონდა, როგორი საზეიმო განწყობა. ხო, მე როგორც ხვდები რაღაცა ნამდვილი ზემი და დღესასწაულია, ხო? უკვე ეს დაჯილდოების მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ ძალიან ცნობილი ასევე ქართველი მსახიობები, რეჟისორები, არაფრით არ შემიძლია არ გამოყო. ამანაც გადაიღო რამე? ამან უბრალოდ გამოისეირა. ეს ქალბატონი გახლავთ ჩემი პატარა შვილი ნინიკო ჯავა. აი ჟიურის თავმჯდომარე სხვათა შორის ალბათ იცანით ეს გახლავთ პროფესორი გოგიდოლიძე. დიახ, დიახ. და მამა ჩემი სხვათა შორის. ასევე რომ აი ხა გამოჩნდებიან ბატონი სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც ყველაფერი. შვილი ჩვენი ცნობილი ქართველი მსახიობი გახლავთ სტუმარი ფესტივალის. ქალბატონი ნანა მოსიძე გახლავთ სცენარიქსი სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორი, სადაც ტარდება უშუალოდ ეს ფესტივალი, ეს ინფრასტრუქტურა სკოლის მთლიანად განკუთვნილი 4 დღის განმავლობაში ამ ბავშვებისთვის. ყველა პირობა არის აქ შექმნილი იმისათვის, რომ ჩატარდეს ვორქშოპები მაღალ დონეზე, არის სპორტული მოედნები, სადაც ბავშვებმა ითამაშეს, დამეგობრდნენ. შემდეგი დღე იყო ჩვენი კინოპრაქტიკული გადაღებები კოჯორშის, ეს არის ბიოლის ველნეს კურორტ, ბიოლის არაჩვეულებრივი გარემო და ეს იყო დიდი შტაბ-ეტილება, არ ვიცი, მე მგონი გიორგი უფრო გაიხსენებს ამ დღეს, სადაც 3 არაჩვეულებრივი ფილმი შეიქმნა იქვე სპონტანურად და ეს ფილმები შემდეგ ვაჩვენეთ მაყურებელს. მე მინდა გისურვოთ, რომ ოდესმე ოსკარის ცერემონიაზე იქ გამომცემლმა თქვას, რომ ჩემი პირველი პრემია იყო ოქროს მეფელა და ეს კაც უნდა მიჭირავს ხელში. უნდა დავამთავროთ სამწუხაროდ შეგვეუბნებია რომ ჩვენ ესე იგი ერთ დროს ხوارიან ოსკაროსნები. მე ერთ დროს ვიყავი პეპელოსანი. პეპელოსანი, რატომაც არა. გაჭირს ძალიან. აი გიორგი ყავს პეპელოსანი. ჩვენ შეგვიძლია შევისვენოთ ცოტა ხნით და დავბრუნდებით ასევე საინტერესოდ. დიდი მადლობა. მადლობა.